ღირზე გადაღებას მაშინ აქ აზრი თუ შენ ამჟღავნებ, თუ შენ ბეშტავ, თუ შენ ესე პროცესი ბოლომდე მიყავს. ფოტოგრაფები ინფორმაციას ვიკავდით, თუ შევიკრიბებოდით და ისევ ერთმანეთის შეცდომაზე და თუ რაღაც მიღწევაზე. ენას არ ვიცოდით. ერთმანეთის ენა და ხიდებით ვაჩვენებთ, აი ცოტა ამდენი მოუმატე, ცოტა ამდენი დააკელით. როცა შენ თავ შეხედავ სხვა ქვეყნის თვალით, იქ სხვა ქვეყნიდან უფრო სხვანაირად ჩდები. მუშაობა სჭირდება, ამოსუნ თქვა, რაღაცა ფიქრი ჭირდება, ანუ გრძელვადიან პროექტებს გულისხმობ. შეიძლება კონდეს ძალიან იაფი ტექნიკა და გენიოსი იყო, აკეთებდა ფანტასტიკურ რაღაცებს. ბრუნდებით ჩემს პოდკასტში ადამიანები ლელის ფოკუსში და დღეს ჩემი სტუმარი არის განუმეორებელი გია ჩხატარაშვილი. გია, დიდი მადლობა რომ მოხვედი. შენი გადაღებული სვანეთი ჩემთვის არის სასწავლო წიგნი. როგორ უნდა გადაიღო საერთოდ ბუნებრივ შუქზე, როგორ უნდა გადაიღო ფირზე, როგორ უნდა გადაიღო ამბავი, როგორ უნდა მოყვე ადგილი და შენი სვანეთი არის ჩემთვის წარუშლელი ფოტოები იმ ადამიანებით, რომლებიც შიგნით ყავს. იმიტომ რომ ეს ადამიანები ესეთი ბუნებრივები მე ძალიან ბევრი ფოტო მაქვს ნანახი. მე ესეთი ბუნებრივი ადამიანები ნანახი არ მყავს. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც ძალიან ბევრს დავდივარ, მიყვარს სვანეთი, მოგზაურობ, ძალიან ხშირად ვიღებ. პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ აღარც არის ეგეთი სვანეთი და ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ფოტოები გადაიღე და პირველ ყოვლისა დიდი მადლობა, რომ ასეთ კარგი სიტყვებით შეაქე ფოტოგრაფია, ჩემი ათოს ესე რა ვიცი. ყველა მნიშვნელოვანია. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ეხლა შენ რასაც აკეთებ საპასუხო იმას ვიზავ, რა ქვია, დარტყმას გავაკეთებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო ახლოს მივიდეს ფოტოგრაფიასთან და ფოტოგრაფია გახდეს ნაწილი საზოგადოებისა. ჩვენი ევროპისკენ და დასავლური სამყაროსკენ სწრაფვა იმაშიც გამოიხატება, რომ ეს ფოტოგრაფიაც ნაწილია დასავლური სამყაროს. მაგალითად, დასავლეთში, აი ვერ შეხვალ ოჯახში, რომელსაც არ ქონდეს ან შავ-თეთრი ფოტო, ან კალენდარი, ან სურათი კედელზე დაკიდებული. ეს იმდენად გავრცელებული ნაწილია ცხოვრების, იცით? ნაწილია მათი სამყაროსი და ჩვენთვის ეხლა მოდის ეს პერიოდი, როცა ფოტოგრაფია იყო განვითარებული, მაგრამ აი ეს აღიარება, რომ ის ნაწილია ხელოვნების, რომ ისი ადგილი მუზეუმში ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან, როცა ნიუ-იორკ მოდერნ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მიუჩინეს მას ადგილი 50-იან წლებში და აღიარეს, რომ მისი ფოტოგრაფიის ადგილი არის ხელოვნების სხვა დარგებს შორის და ეხლა ეს ჩვენთან ნელ-ნელა შემოდის. ნელა შემოდის, რასაკვირველია ხელოვნება ცოდნეება და ბევრმა ადამიანმა იცის, მაგრამ აი საზოგადოების ფენებში რომ იყოს ეს შესული და ყველა რომ აღიაროს, რომ ეს ასია, ამას რომ და შენი პოდკასტი ამას ეხმარება, იმიტომ რომ ძალიან გვიჭირს ჩვენს ყველას აი რაღაც იდეების მიტანა მაყურებლამდე, იმ ხალხამდე, რომელსაც აინტერესებს ფოტოგრაფია და კითხულობენ, თქვა რა და ჯერ კიდევ ესე ვერ არიან გარკვეული, ეს დაეხმარება მათ ბევრ რაღაცაში. გია, შენი სვანური თემას რო დავუბრუნდეთ წიგნის, ანუ რამდენი ხანი აკეთებ ამასალას? რო წიგნში მოხვედრილი იყო? იცით როგორ არის, საერთოდ მე რამოდენიმე სერია მაქვს გაკეთებული, რომელსაც ახლაც მუშაობ სერიაზე, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობ. იმიტომ რომ იცით ძალიან რთულია, თქვათ, ერთი დიდი ხანი ჭირდება იმას, რომ შეხვიდე საზოგადოებაში. მე ჯერ სტუდენტობის დროს ძალიან ცნობილმა ჩემი თანაკურსელი იყო ვახტანგ ჩხვიმიანი, დედამისი იყო მუზეუმის დირექტორი, არის ცოცხალი ქაბატონი ციალა ჩართველანი და როცა სტუმრობდი, როცა პირველად წავედი სვანეთში, წარმოუდგენელი სიხარული შთაბეჭდილება მივიღე და მისმა ოჯახმა შემიყვანა სვანეთს. წარმოიდგინეთ, მათ ჩვენ საგანძურები დამათვალიერებინა სვანეთი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება. როდის იყო ეს გია? ეს იყო ჯერ კიდევ 79-80 წლებში ეს დაახლოებით.
და ნუ როგორ არის იცით ეს ემოციები მე იხარშება გროვდება და მე უკვე დროთა განმავლობაში როცა პოულობ ამ საშუალებას უკვე გამოდის იღებ მე შემდეგ და მე ადამიანებს ურთიერთობები თქვა როცა სადაც ჩავდივარ იქ რაცა ვიცნობ ადამიანებს ისინი ტიტიხის ურთიერთობა გვიმყარდება და შენ თქვი რომ ძალიან ისეთ უშუალოები არიან რასაკვირველია რომ ჩავდივარ ადამიანებთან ვარ ერთი კვირა ორი კვირა და ესე იგი ადამიანები უკვე ამ კამერას აღარ აღიქვამენ როგორც რაღაცა ინსტრუმენტს რომელიც მოშვერილი აქვს და რაღაცა საბჭოთა დროს კამერის შვერა იყო თითქოს დანაშაულის აღიარებას ხოვდნენ ავტომატს გიშვერდნენ და ეს პროცესი როცა ამას გადაალახავ მე უფრო ადვილია პროვადილია და მე უკვე ისე გიგრძელდება რომ აღარ გინდა და მე გენდობიან უკვე გიცნობენ ხო და მე როგორ არის ისეთ ეხლა მუშაობ სვანეთის შემდეგ 10 წელი მუშავე ამ თემაზე სვანეთში იმიტომ რომ საქმე იმაშია რომ ამას წლის განმავლობაში მუდმივად კი არა ვარ იქ ვიყავი რაღაც ამთრობით ან ზაფხულობით ორი კვირა ან სამი კვირა ან ერთი თვე და იმიტომ რომ ფაქტიურად თელ ჩემს ცხოვრებას ვცდილობდი ოქროს შუალედის პოვნას რა თქვათ იმ ხელოვნებასა და კომერციას შორის რომ ხელოვნებასაც ჭირდება ფოტოგრაფიასაც ჭირდება დაფინანსება ამას მე თვითონ შეულობდი თქვათ კომერციული საქმიანობით და მე ამას ვახმარდი თქვათ ამ მოგზაურობას და ამიტომ გძელდება ეხლაც ესე ვარ რომ უკვე 10-14 წელია უკვე მუშაობ აჭარის სერიაზე და ნელ-ნელა მუშაობ თან როგორ არის ეს სერიები არის რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება გააგრძელდეს წელს ვფიქრობ რომ მაინც დასასრულისკენ წავიყვანო იმიტომ რომ დასასრული არ არსებობს ეხლა შეიძლება წიგნის მასალა მოაგროვო და თქვა რომ მაგრამ გაგრძელება ყოველთვის მოდეშე დაარქვევს ნაწილია ერთი მაშინ ხო რაღაცა ისეთი მომენტი მაგრამ დასასრული კი მე მგონი უნდა მაგრამ დროც უნდა მუშაობა სჭირდება ამოსუნ თქვა რაღაცა ფიქრი ჭირდება ანუ გრძელვადიან პროექტებს გულისხმობ ჩვენც ვიცვლებით ჩვენთან ერთად ჩვენი ფოტოგრაფიაც იცვლება დამოკიდებულება იცვლება ხალხი ანუ ბევრი რაღაც იცვლება და ამის აღბეჭდის დანახვასაც რაღაცნაირად ამოსუნ თქვა ჭირდება და ამიტომ არის რომ მაგალითად რაღაცა ამბები ითხოვს უფრო ცოტა მეტ დროს რომ აკეთ გააზრება სჭირდება გია იცი რა მაინტერესებს აი შენ თავიდან ფოტოგრაფია რომ დაიწყე ადგონა პირით მაგრამ მე ვიცი რომ შენ ასევე ქონდა აკეთებდი ჩვენ ბეჭდავდი ფოტოებს ხო? დიახ აი ეს იმიტომ რომ მე ისეთ ფოტო მე ისე ვარ გაზრდილი რაღაცნაირად რომ სამწუხაროდ თავიდან როცა ვსწავლდი ფოტოგრაფიას კი მე თვითონ ბეჭდავდი მაგრამ მე რაღაცნაირად სააგენტოში რადგან მუშაობდი ჩვენი ლაბორანტები ყავდნენ თვითონ აკეთებდნენ ამჟღავნებდნენ ბეჭდავდნენ და რაღაცა აღარ მქონდა ხოლმე ხელი შეხება მე როცა გავიზარდი რაღაცები ვისწავლე რაღაცები წავიკითხე უმეტესად ესე იყო ფოტოგრაფი იღებს ფოტოს და ის ფოტოგრაფი ასრულებს ფოტოს და შენ მე ზოგადად ამ ბეჭდვის ნაწილს ძალიან ყურადღებით აქცევდა მე ჩვენთან ლაბორატორიებიც ვინც ბეჭდვისადაც ბეჭდავენ ეკოთან ზოგადად ციფრულიდან თუ ციფრულად როგორც არის გიას მოწონს ნაბეჭდი იყო არის დღემდე ესე რომ ვთქვათ ჰაი კლასის მაჩვენებელი აი რამდენად მნიშვნელოვანია გადაიღო ფოტო და მე როგორ ფიქრობ აი როგორ ასრულებ ფოტოს თავარია არის რომ კონდეს გემოვნება ფოტოგრაფიაში არა აქვს მნიშვნელობა დიგიტალურ ფოტოგრაფიას იღებ, ჩვეულებრივ ფირზე იღებ. კიდევ ორი გზა არსებობს, ესე იგი ჩვენ დროს ციფრული ფოტოგრაფია არ იყო და ამიტომ გვიწევდა ჩვენ თვითონ გვიწევდა ფირის გამჟღავნებაც, ფირის დაბეჭდვას და ეხლა უკვე არის იმის საშუალება, რომ თქვათ გადაიღო და სხვამ დაგიბეჭდოს, მაგრამ თავარი არის აი გამოსახულება მიიღო ისეთი სრულყოფილი, როგორც აქვს მაგალითად დიდ ფოტოგრაფიის ღმერთებს, აი კარტიე-ბრესონს და სხვებს ვინც იყვნენ ძალიან ცნობილი ფოტოგრაფები, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ყველა ფოტოგრაფს მსოფლიოში. რთული ძველად რასაკვირველია ძალიან რთული იყო
ერთი კუთხით, იმიტომ რომ არ იყო არჩევანიც არ იყო, ხო? პროფესიონალური ფირი არ იყო. და ანუ შენს გახსოვს რომ ჩვენ კინოფილმს ყიდულობდით 300 მეტრს ადვა იყო. ხო, და იმას ვახვევდით და მე ქიმიას თვითონ ვაკეთებდით, ცალ-ცალკე იყიდებოდა. ფანტასტიკური პროცესი იყო ეს, წარმომწარუშლელი, ძალიან კარგი რეზულტატის მიღება, რასაკვირველია, პრორთულია მე მაინც ფიქრობ ორიგინალურ ფირით გადაღებაზე და მის ბეშტვაზე ვიდრე დიგიტალურ ფოტოგრაფიაზე. და ეს ასე თუ ისე იყო მქონდა ამის საშუალება და მაგრამ მე როგორ აიცით რომ წამოვიდა ეს დიგიტალური ფოტოგრაფია მე სხვა აზრზე ვარ განსხვავებით საქართველოში ხა სხვა ტენდენცია მე მივესალმები ამ ტენდენციას რომ ბუმია ფირის და ბუმია ბეშტვის და ისა ერთი კუთხით უფრო კარგია მაგრამ მინდა გითხრათ რომ ციფრულ ფოტოგრაფიას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ვიდრე დავშავდეთ ლაბორატორიაში ბეშტვას, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილია და უფრო მეტი საშუალებები აქვს ფოტოშოპს და რეზულტატიც ძალიან ძნელი, ძალიან ისეთ მიღწევადია რა, უფრო რისკიც ნაკლებია, ხო? ალბათ რისკიც ხო დაყვება იმას, იმიტომ რომ გამოგივარ ამ შავთეთ ფოტოგრაფიას და საერთოდ ხელისნაბეც ესა აქვს, რომ მაშინ ბევრი შრომაა ჩადებული და განუმეორებელი. იმას ერთხელ რომ დაბეჭდა მეორეჯერ ვეღარ დაბეჭდა ვიგითნაირად. ეს წარმოუდგენელია და ამიტომ არის რომ ეხლა ამასენად მეუბნებოდნენ რომ პარის ფოტოზე ეხლა შარშა მაგალითად 90%-ო ხელით ნაბეჭდი იყო და ამიტომ ხელით ნაბეჭდი უფრო დიდი ფასი აქვს რასაკვირველია მაგრამ ესეც პირობითია იმიტომ რომ თქვა ფასტა წარმოება და ესე ბეს სხვა რაღაცებზე დამოკიდებული ნუ მაგალითად ორი სხვადასხვა მეთოდი აი სოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფოტოგრაფიები თქვა არის კურსკი ყიდის ყველაზე ძვირად ხო? მილიონები ღირს, მაგრამ ის იღებს, მე ასკანერებს, დიზაინერი მაგას ფოტოშოპის სპეციალისტი ამუშავებს და ის თვითონაც არ ბეშტავს, ლაბორატორია ბეშტავს და ნუ მე ნამუშევარი თქვა ძალიან ძვირია. ეს სხვა მეთოდია. ლიმილერის გამოფენაზე ვიყავი და ფოტოშოპის სულ ვაკვირდები ხოლმე, როცა ფოტოს ვუყურებ, მუზეუმში იქნება თუ გალერეაში, რაზე არის დაბეჭდილი, ანუ რა ტექნიკით არის დაბეჭდილი და ადრე ხა როცა მანრეის ფოტოებს ვუყურებ მუზეუმებში ან სხვადასხვა ცნობილი ფოტოგრაფების რომლებიც შექმნეს ფოტოგრაფია და ჩვენამდე მოვიდა როგორც არის ვუყურებ რა ზომაზეა დაბეჭდილი რა ქაღალდზეა რა პასპორტში ან ხო ცოტა ხა აქედან შევხედავ ხოლმე ხან აქედან იმიტომ რომ ჩვენთან ეს არ იყო რაც იყო ეს იყო და ეხლა მზენი საშუალებაა მართლა რომ ვუყურებ და ლიმილერი იმიტომ ვახსენე რომ ეხლა უკვე იყო როგორი შერეული უკვე იყო ის პრინტები რომლებიც ადრე იყო ანუ და უკვე არის და ეხლა უკვე იყო უკვე პრინტერზე დაბეჭდილი როგორც იქ თქონა ქაღალდს მშონდა მან როგორ არის იცი მე როგორც ვიცი ამ ქაღალდს კიდე თავისი ვადები აქვს აი რამდენი საუკუნე 100 წელიწადს 50 წელიწადს და ანუ აქედან გამომდინარე ხანი მიულა იძლევა 200 წლიან გარანტიას რა ვიცი ნუ ეს დავიცე ხა მაგამდე უნდა ვიცავსხლებ ნახოთ და შესაბამისად აი ეს ანუ მე შენახვის თემები მოგა ძალიან ბევრი რაღაც არის საინტერესო იმიტომ რომ ფოტოგრაფიას ჩვენ რასაც ეხლა ვხედავთ რო შეხვალთ გალერეაში ან მუზეუმში სადღაც იქამდე საკმაოდ დიდი გზაა გავლილი და შესაბამისად რა ზომაზეა დაბეჭდილი ანუ ძალიან საინტერესო პროცესია რა თქმა უნდა მე მიყვარს და იცი რა მიყვარს შენი ძალიან ხშირად ყოფილა რომ მე შევსულო რაღაც შენობაში საჯარო სამსახური იქნება ეს თუ რაღაც განსაკუთრებული ადგილი ძალიან ხშირად ვხედავ ხოლმე შენ ფოტოებს დაბეჭდილს ჩარჩოში ჩადებულს ხელმოწერილს და თან ინცირატორა მაინტერესებს და ვცნობ ამ შენ ფოტოებს იმიტომ რომ ეთყობა ფოტოს როცა არის ჩადებული შიგნით გული და სული და ეს პროცესი ჩვენსგან ნამდვილად სასწაული გვაქვს გია ჩხატარაშვილი არის ადამიანი რომელიც სულ აინტერესებს აი ინტერესის თემა ყოველთვის გაქვს აი სადან ვატყობ მაგას აი ყოველთვის დადიხარ გამოფენებზე ყოველთვის მიდიხარ აი ეს აი შენი ცნობის მოყარეობა ალბათ სულ ქონდა ხო და ეხლა რა ხდება ბუნებრივია ახლა გამოფენებსია რომ მე იმ თემას გავაგრძელებ იცი ფირისა და
თქვათ ანალოგ ფოტოგრაფიის და დიგიტალურ ფოტოგრაფიის. იცით როგორ არის მე ჰიბრიდ აი რაღაცა ესე გარდამავალ პერიოდში მიწევს ცხოვრება როგორც ყველას. როცა ფირის ეპოქა თითქოს დამთავრდა და დაიწყო დიგიტალური და ძალიან დიდხანს კონსერვატორია ვარ და არ მივედი დიგიტალთან და ვარს ვამბობდი და სულ ვეძა ამერიკელი მეგობარი მყავს ძალიან ცნობილი ფოტოგრაფია და მას ვეუბნებოდი აი როგორ აიცი აი მე ახლა იწყება და არ ვიცი ეს პროცესი და აი მინდა ერთი წიგნი რომ ნახო როგორ არის იცი რა მითხრა ეს წიგნი მე რა ადექით შენ გააკეთებ მეუბნებოდი ხო და ვიკავებდი ამას თავს და ბოლოს იცი რა კონკრეტული მაგალითი რომ დამიდგა მე უკვე მქონდა ეს კამერა ყველაფერი გადავედი ციფრულს ეს უმტკივნევლად გადავედი და აი დრო მომაჩვენა თვითონ და სიტუაცია რომ დავიწყე აჭარაზე პროექტი დავიწყე 6-7-ზე მუშაობა მამიათი ვიღებდი ფირზე ხო და მაგრამ რომ დავიწყე და რომ მივყევი სიუჟეტებს ხშირად მომიწია შიგნით გარემოს თქვათ შიგნით ოთახებში და ისეთ ადგილებში გადაღავ სადაც არ ყოფნიდა მზნობიარობა და დიგიტალი მაძლევდა მზნობიარობას ვიღებდი 5000 ხო და იქვე გამოცulis გარეშე არც არასდროს არ გამიმჟღავნები 4000-ზე მეტი არც გამიმჟღავნები და ეს ბუნებრივად ავდექი და რაღაც მაფერხებდა ეს ავდექი და გადავიღე ესე იგი ფირი დავიწყე დიგიტალზე მუშაობა და ეს ისევ ბუნებრივად მოვიდა რომ ეხლა მაინც ხვდები რომ თუ შენ პროგრამის თქმა გინდა რა საშუალებაც გაქვს ის უნდა გამოიყენო თორე ისეთნაირად თქვა რომ აი მე მარტო ფირზე ვიღებ და ეხლა მეცინება ხოლმე ბევრი ახალგაზრდა მოდის და იცი აი შეიძლება რომ აი თქვენი ფოტოები ჩემი ფოტოები ნახოთ მეუბნება კი ბატონო არ არის პრობლემა აი ეს ფირზე მაგ გადაღებული და მაჩვენებენ რაღაცა ფირზე გადაღებას მაშინ აქ აზრი თუ შენ ამჟღავნებ თუ შენ ბეშტავ თუ შენ ესე პროცესი ბოლომდე მიყავს თუ შენ არ ბეშტავ სხვას დააბეშტინე ან მაგრამ თავზე ადგეხარ და აკონტროლებ და მიყავს ესაა მთავარი და თუ ეს არ გაქვს ეხლა სადღაც ფირს გაამჟღავნებ და მე იმას კაი მაშინ ესე რომ მოგიბრუნო ეგ თემა სიმკვეთრე ანუ თანამედროვე ტექნიკას ხო უფრო მეტი სიმკვეთრეა არა მანდ გეტყვი როგორ რაღაცა ესე იგი არსებობს დიგიტალური ფოტოგრაფიის სამყარო და არის ციფრული ფოტოგრაფიის რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან ერთმანეთს ოდნავ განსხვავდება მაგრამ ისეთნაირად არა რომ ეს სხვა იყოს და უბრალოდ როგორ არის იცით აი ეხლა დიგიტალზე ისე შეიძლება გადაიღო ისეთი ტექნოლოგიური რაღაცები არის რომ თავარი გემოვნება მეთქი აი ფირის თუ შეგრძნება თუ გვაქვს ის დაამსგავსებ ერთ-ერთზე ვერავინ ვერ იგებს მაგრამ ფირის არის რაღაც პროცესები რომელსაც აი როგორ არის იცი ეს აუცილებელი კი არა მაგრამ შენი ფსიქოლოგიდან გამომდინარე თუ შენ გინდა გადაიღო ფირი ეს შენი ის არის რა ქვია თუ შენ იმას ბოლომდე ისე მიიყვან რომ ის შენი ხელწერის ნაწილი იქნება რომ აი რომ იტყვიან რომ აი ვა ეს ამის ფოტოა თუ შენ ისეთნაირად დაამუშავებ ისე გააკეთე რომ იქ არავინ არ მოგთხოვს შენ არც სიმკვეთრეს მოგთხოვს არც არაფერს თავარია რომ მე შენ სტილი შეინარჩუნო იქ შეიძლება ზოგ ფოტო ისე ჩააშავო ისე გააღიაო ისეთი კონტრასტი ისე რომ შენი სტილი ხო დაიბოჭა ეხლა მასე არის დიგიტალურ ფოტოგრაფიაში ფირი აი რომ დააყენებ ხო კამერას დააყენებს ცნობილი ფოტოგრაფი გადაიღებს კედელს ხო მე რომ მივიდე დავაყენო კამერას ზუსტად იგივე გამომივა მე იმიტომ რომ დიგიტალური ფოტოგრაფია აი ერთი და იგივე ობიექტივი რომ უნდა იყოს შლატის მაგრამ მე ის როგორ ამუშავებს ეს Lightroom-ი თუ ეს პროცესი ღია ოთახი ხო როგორ ის როცა მე უკვე ის დამუშავება შენზეა დამოკიდებული შენ საიყვან რამე იმას მისცემ ასე რომ ყველაფერს მაინც ადამიანის ყვეთ საბოლოო შეიძლება კონდეს საუკეთესო ტექნიკა და ვერაფერს ვერ აკეთებ და შეიძლება კონდეს ძალიან იაფი ტექნიკა და გენიოსი იყო აკეთებ და ფანტასტიკურ რაღაცებს ეს არის შენ როგორ მოერგები ამას და რა შენი სამყარო როგორ არის როგორ აღიქვამ
როგორ უყურებ. ანუ სათქმელი უნდა გქონდეს, თავარი მაინც. არა, ეს ამაზე ხა ტექნიკაზე ვლაპარაკობ. კი, არა, თავარი მაინც სათქმელია ტექნიკა, ალბათ გადავიდა უკვე მეორე ხარისხოვანში, ხო? ხო, არა, რატო ვამბობ, იცით, ეხლა კარგია ეს ბუმი რომ ცუდი კი არა, მე ძალიან მომწონს პირიქით. დიგიტალურ ფotografიის ფოტოგრაფიის ის არ წავიდა მთლიანად, ჩვენ არ გვიყურებენ როგორ დინოზავრებს ახლა ამას განისტიან ახალგაზრდები თვითონ, მაგრამ როგორ აიცი, ყველა არა ეს ვინც ამას გადაიტანს ამ პროცესს და გაიცრიცება და ის დარჩება, ის უკვე იქნება უკვე მთელი ცხოვრება ესე იმუშავებს და ვინც ახლა შეხედავს ამას და მე ეს ფირზე მუშაობ როგორც რაღაც ამბავი უკვე ეს იმას სათქმელიც აღარაფერი არ ქონდა გარდა იმისა რომ ფირზე მუშაობ რომ იძახია პირველი ფირზე მუშაობა არავის ისე სხვათა შორის მე მქონდა რა იცი ფირიდან მეც ესე ძალიან მტკივნეულად გადავედი ციფრულზე ვიბრძოლე რამდენად ჩემეძო მოკლედ მე ხო გადავედი სარკისებრი კამერები ფანტასტიკური ეხლამდელი გადმოსახედა მაგათ ქონა მაშინ ვიბრძოდი რომ ფილმ მე ეხლა ხო არის mirrorless კამერები დავით ანჯელი ხამიროლეს როგორ შევეჩვიოთ რომ სარკისებრიდან ანუ ეს ტექნოლოგიებთან ერთად ლელა მე გეტყვი რომ ეს არის როგორ არის იცი ვნებანი ფოტოგრაფის ვნებანი და ძალიან ბუნებრივია იმიტომ რომ ის ადამიანი ვინც ეძებს გამოსახულებას რო ყოფის ის ცდილობს ყველანაირი საშუალება ნახოს იმ კამერის ამის თქვათ რაღაც ტექნიკის რაღაც აი თქვათ ოპტიკის რომ იმიტომ რომ ეს ლეგენდები დადის ჩვენ ვერ ყიდულობ ძალიან ძვირ ოპტიკებს ასე ლეიკები და რაღაც უზარმაზარი ფასიკის თუმცა ეხლა ეს მომწონს რომ ახალგაზრდები პოულობენ ამ საშუალებას მაგრამ ხო და იმის ხმა მინდა რომ ეს პროცესი ძალიან ბუნებრივია და მიხარია შენც რომ ჩვეულებრივად ყველა რომ ამას გავდივართ აბსოლუტურად მინდა რომ ვნახო ჩემით თქვათ ის ჯერ კიდევ ფიქრობ რომ მიუხედავად რაღაცა გარკვეული ასაკისა ფიქრობ რომ ეს ძებნა ფოტოგრაფიაში საკუთარი გამოსახულებისა თქვათ არ მინდა დასრულდეს მარტო სვანეთის თემით ან ეხლა აჭარაზე მუშაობ 14 თემით არამედ მინდა რომ ეხლა რაღაცა ეტაპი რომ გავიარე ცხოვრების მინდა რომ სხვანაირად შევხედო ამ სამყაროს თავისთავად უკვე სხვანაირად უყურებ ასაკის უკვე ასაკის გამო და ტექნიკაც მინდა რომ სხვანაირად ვნახო ამ სხვა ტექნიკით შევხედო მაგალითად ეს ტექნიკა და ეს მრავალფეროვანია სხვა შორის ეხლა მაქვს პროექტი რომელსაც მუშაობ 4-5 ინჩზე კამერით ესაც ველად ჩვენი ისინი წენაპრები რომ იღებდნენ ესე იმის რა ქვია გარმოშკიანი კამერით ხო და ეს ერთი პროცესია და მეორე პროცესია კიდევ რომ რაც უფრო დრო გადის ცდილობ რაღაცა უფრო იმისკენ ადვილისკენ წახვიდე და უფრო პირველყოფილი გამოსახულებისკენ და ამიტომ ახლა კიდევ პარალელურად მაქვს დაინტერესებული მეორე რაღაცა ეს არის პინჰოლი კამერა უბრალო კამერებისგან ერთია პინჰოლ კამერა და მეორე აი ძველებური კამერები რომელიც ძალიან რბილ გამოსახულებას იძლევიან და გამოსახულებაც ისეთია რომ აი წარმოუდგენელ ეფექტებს შენ ყველაფერს ვერ აკონტროლებ ბოლომდე და ეს იძლევა ისეთი გამოსახულების მიღების საშუალებას, რომელიც აი შეიძლება ნახო და მეც გამიკვიდეს, თუ ისეთი რაღაცა მინდა, რაც არ ვიცი, ეს გავაკეთო, იცი? ეს ისეთი გზნობა რომელიც მოხონდ ეს არ არის მარტო ტექნიკური, ეს მინდა მოვარგო რაღაცა იდეას და ეს იდეა გადმოვცე ამ თქვა ტექნიკური საშუალებებით და თან ისეთნაირად არ იყოს რომ აი თქვათ ვიღაცა მირეკავდა უიმო ერთი სურათი ვნახეო შენიო არტფეირზეო ოღონდ ფერადიაო და შენ ფოტოებსო სულ არ გავსო იმიტომ ხალხს გონია რომ მე მარტო შავთეცი იხე ხო და მაგრამ ფერადი იყო ჩემი ფოტო და იცი რა აი ეს მინდა რომ
რაღაცა ის დავამსხვრიო ისა რომ მარტო ამ თქვათ სამყაროს ეხლა ცოტა დინჯად მინდა შევხედრო იმიტომ რეპორტაჟული პროცესი ისეთია რომ სწრაფად უნდა გააკეთო ბევრი რაღაცა და ეხლა არ მინდა ვიჩქარო და დინჯად მინდა შევხედო სამყაროს და დინჯი კამერებით გადავიყო და ისეთი კამერებით რომელიც რაღაც სხვა გამოსახულებაზე რაღაც ზებნის პროცესი ეს მომწონს ეს პროცესი მომწონს ამის გაკეთება შეიძლება დიგიტალურადაც მაგრამ მე ხა ფირით უფრო ამას უფრო ვახერხებ ამის რაგია მეც გათანხმები და ეხლა ძალიან გული ამით შეყდა იმიტომ რომ აი ეს რაც ფოტოგრაფიული DNK თუ საერთოდ ეს საიდანაც მოდის აი ეს მე რიცე დღევანდელ დღეს ჩვენ ისეთი დრო გვაქვს გამოვლილი რომ მართლა არაფერი არ იყო ინფორმაცია არ იყო ეს არ საერთოდ არაფერი არ იყო მართლა აი ერთმანეთს ერთად ვეთყოდით და თუ რამე სადმე ფოტოგრაფები ინფორმაციას ვიკავდით თუ შევიკრიბებოდით და ისევ ერთმანეთის შეცდომაზე და თუ რაღაც მიღწევაზე და დღეს იძლევა თანამედროვე სამყარო იმის საშუალებას რომ შენ თვითონ აწყო კამერა შენ თვითონ გააკეთო ყველაფერი რაც გინდა მაშინ ესე A2-ზე რო ვაპაგოდით ფირზე რუსულზე ეს გასამჟღავნებელი რაც იყო ეს ქიმიკატებს თუ წონიდით ხან ვაჟაზე ვყიდულობდით ხან სატყიდულობდით ამ ქიმიის მაღაზიებში დღეს ყოველ ფირს აქვს თითქმის თავისი საშუალება და გამოიწერო Amazon-დან ჩამოვიდეს შენ თვითონ იყიდო ბოლო წავხვიდე workshop-ს დაესწრო ხო ანუ საზღვრები გაიხსნა მაგრამ ამ საზღვრობ გახსნის ამბავში გია მაინც შენიყავი ну ჩემს ირგვლივ პირველი ადამიანი რომელსაც ევროპასთან პირდაპირ კავშირი ქონა. ევროპულ ფოტოგრაფიასთან კი არა, მხოლოდ ღირებულებებთან. აი მაგალითად, გერმანიის თემაში, გერმანელებთან თანამშრომლობაზე. აი სვანეთის თემაც მახსოვს ხო რაღაც კავშირში გამომცემლობები შენ ძალიან ხშირად და დღემდე თანამშრომლობ უცხოურ გამომცემლებთან და ფოტოშორის დღემდე ხარ ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სადაც სულ აინტერესებს რა ხდება არტ-ფეერებზე, სხვადასხვა პარიზის ფოტო იქნება ეს თუ გერმანიაში, ბერლინში. ანუ მუდმივად ხარ საქმის კურსში სად რა ხდება და მოდი მოგვიყევი შენ და გერმანიის ურთიერთობაზე 1-2 სიტყვით თუ გამოგვივა მე ერთი რაღაცის თქმა მინდა რომ კიდევ რა მე ძალიან მომწონს თანამედროვე ფოტოგრაფები და ვისაც ვიცნობ და ვიც მუშაობს იმიტომ რომ საოცარი ისა აქვთ საოცრად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს იმისთვის რომ ნახონ დასავლეთში რა ხდება და ხშირად ესე იგი იგზნობათ ნამუშევრებში, მაგრამ თავიდან ეს ყველას აქვს რომ და ვიღაცის გავლენა იგზნობოდეს და ეს და კიდევ მეორე რომ როგორ არის იცით მე შევატყვე რომ ბევრი ცდილობს გამოიყენოს ისეთი რაღაცა რომელსაც ჩვენი თაობა არ იყენებდა არ მინდა ჩვენი თაობა და იმის წინა თაობა, ნუ რაღაცა სავსე იყო საქართველოში ესენი როლეფლექსებით და მამიებით და ლიგოფებით ესენი და არავის არაფერი არ გამოუყენებია, ნუ თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ფოტოგრაფს, რომელსაც ისე რა ზოგადად იყენებენ. მე ისე თქვა მინდა რომ ესენი ეძებენ ახლა გზებს, თავიანთ თავს ეძებენ და იმ ტექნიკას იყენებენ, მე ვიცი ძალიან ბევრი საშუალო ფორმატზე მუშაობს ფართო ფორმატზე მუშაობს და თემებს ეძებენ და ამით ეს ფანტასტიკური ისება და რაც შეეხება ჩვენ დროს იცით ნუ ახლა გამოდიოდა სავეცკი ფოტო და იმაში რაღაც ნამუშევრები იყო პატარები თქვა უზეაფხელა სტატია იყო და ერთი ფოტო იყო თქვა კატი ბრესონზე ან ვიღაცას ძალიან პატარა ინფორმაცია და არჩენი საბჭოთა მუშები და ესენი იყვნენ საბჭოთა ბუნებრივია იმიტომ რომ მაშინ იყო კომუნისტური წყობილება იყო და ეს სოციალისტური რეალიზმის ქვეშ იყვნენ და რომ გაიხსნა ეს პერიოდი, რომ გაიხსნა საბჭოთა კავშირი პირველი რაც ხშირად მითქვია ინტერვიუებში, პირველი რაც გავაკეთე, როცა ჩავედი ფრანკფურტის ბიბლიოთეკაში შევედი და ის ავტორები, რომელიც გაგონილი მქონდა და არაფერი სურათები არ მთხოვე, რომ შეიძლება რომ დავათვალიერო მეთქი და ეს მაგიდაზე დამიწყოს ესე გორა და თან უკვირდათ რა ეს ამდენი რა უნდა მაგრამ მე ვიყავი ესე ადამიანი რომელიც თქვა ციხეში გაატარა თქვა 1-20 წელი და უცბად დაჯდა სუფრაზე სადაც ყველაფერია
რაღაც ესე მოვითხოვე, იმიტომ რომ შიმშილის ზნობა მქონდა, რამოდენიმე დღე იქ იყო იმის საშუალება წიგნები დაგეტოვები, მეორე დღეს გაგეგზელებინა და ეს იყო ძალიან ისეთი რა მიღების პროცესი იყო და გერმანიასთან ურთიერთობა იცი მე ეს პირველი ქვეყანა იყო რომელშიც დასავლეთში მოხდა და ხელი შემიწყო ურთიერთობამ იმით რომ მაშინ აღვიქვი ფოტოგრაფია როგორც ხელოვნების ნიმუშად რომელიც შეიძლება ცხოვრება. ესე გავიცანი ერთ-ერთი ფოტოგრაფია ძალიან მე მეგობრდით და ვისაც მიუძღვენი ეს წიგნი ჩემი სვანეთის ჟან გალოსი რომელიც ერთ-ერთი პატარა პროვინციულ გერმანულ ქალაქში ჰქონდა სახელოსნო ჰქონდა ატელიე იღებდა ჩვეულებრივ კომერციულ ფოტოგრაფიას მაგრამ ძალიან კაი გემოვნება ჰქონდა ფანტასტიკური ბიბლიოთეკა და მან გამიკეთა პირველი გამოფენა 1991 წელს და ამ გამოფენაზე 20 ნამუშევარი გაიყიდა. ძვირად არ გაიყიდა, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მივხვდი, რომ აი რაღაცის იმას, რასაც მე ვაკეთებ, ეს საინტერესოა, აინტერესებს ადამიანებს და კიდევ შეიძლება ამით რაღაცა ცოტა ფული გააკეთე, ნუ კამერა ვიყიდე, რაც არ ქონდა, რუსული კამერით დავბოდი და ესე კამერა ვიყიდე თავის ოპტიკასთან ერთად. რომელი კამერა იყო გია გახსოვს? პირველ ეს იყო Canon i1 პროგრამა, ძალიან ესეთი ხო და ეს როგორ არის იცი მაგრამ ერთი ნიუანსი კია რომ ახლა ახალგაზრდებს აქვთ ამის საშუალება რომ იმოგზავრონ დასავლეთში მაგრამ მაინც მინდა უთხრა რომ არავითარ ის არ გაძლევს საშუალება შენ რომ წახვიდე დასავლეთში და იქ ისწავლო რომ შენ კარგი ფოტოგრაფი გამოხვალ იმიტომ რომ ფოტოგრაფიის გამოსვლა კამერით დაჭერით არ ხდება ფოტოგრაფიის გამოსვლა არის აი შინაგანი დუღილი რაც გაქვს ის რომ გარდაქმნა შენ მოთხოვნილებად გამოსახულებაში იცი შენ რომ მიფიქრო სამყაროზე და შენ რომ გაიარო ის ბევრი რაღაცა სხვანაირად შეხედო და იმის გამოხატულების გზანა დასავლეთში მოგეტყვით რომ არ არსებობს თქვა დასავლეთში ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია რომელიც საქართველოში არ ანალოგია იმიტომ ამ აქა საქართველოში კავკასიაში საერთოდ ძალიან აქტიურად მიდის პროცესები ძალიან საინტერესო ტრადიციები ადამიანები ძალიან საინტერესოა დასავლეთში ფოსორაც ვეღარ გადაიღებ უკვე აკრძალული ადამიანების გადაღებას თუ სპეციალური ნებართვა არ აქვს და ასე რომ მე ახალგაზრდებს რჩევას მივცემდი რომ აქ იმუშაონ მეტი და კონცენტრატა იციან მათ ჩემზე კარგად იციან სამ იმუშაონ მაგრამ ისე ვამბობ რომ მართლა ისეთი ამოუწორავი ნიადაგია საქართველოში და მაგრამ ნუ დასავლეთში ჯობია გაყიდონ ნამუშევრები ან გამოფენებზე იარონ მაგრამ ერთი კი არის რომ მე ეხლა ძალიან ბევრს უყურებ ახალგაზრდებს იმიტომ რომ სულ ემაშვებიან თანამედროვე მიმდინარეობებით არიან დაინტერესებული თანამედროვე ტექნიკით, თანამედროვე ფოტოგრაფიით, უზარმაზარი მასალა, უზარმაზარი. უბრალოდ ერთადერთი რამ უნდა რომ ეს ცოტა ღრმად შეგვენ, იმიტომ რომ რაღაცა პროცესები არის, რომელიც უფრო დიდხანს უნდა მუშაობა და დიდი ხანი უნდა დაფიქრება და მაგრამ ამას მე ძალიან იმედია ახალგაზრდები ძალიან მომწონს ვიც ვნახე. ნუ ახლა თავიდან რაღაცა ტექნიკური რაღაცებით არიან დაინტერესებული, მაგრამ თუ გადახვალ ამ ტექნიკიდან მე უკვე ამბავზე. მაგრამ ეს ძალიან მომწონს რა, კარგი და ნუ ახლა არის იმის საშუალება რომ თქვა პირის საუკეთესო ლაბორატორია პირის თქვა მაგნოლია ფანტასტიურად ბეჭდავენ დიგიტალურ ფოტოგრაფიასაც ხო არის ამის საშუალება ხო არაჩვეულებრივი ესენი არიან კიდე black and white ბეჭდავება ძალიან კარგი გქონდა ძალიან მაგრები ხო იქ ირაკლი ქსოსო რა ვიცი რამე რომელიც კიდე თქვა რომ იდეის ბოლომდე მიყვანა ყველაფერს საშუალება უკვე არის. და თან ცით რა არის მარტო იდეაც არის რაღაცა და მიდგომაც ძალიან შეცვლილია, იმიტომ რომ აი რაღაცა პატივისცემის გარდა რომ აი რაღაცა ეს დამოკიდებულება არის ნამდვილად შეცვლილი და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ რაღაცას აკეთებ შენ თუ არ და შენ თუ ამ პროცესმა ამ გზამ არ გასიამოვნა და არ გაგრძნობინა რომ შენ რაღაცას ქმნი, ძალიან რთულია რა რაღაცნაირად. და გია იცი რა მინდა კიდე კითხო. შენ მქონდა შენი წიგნი რაც დავბეჭდი ამ სვანეთზე, ბოდიში ამას ვბრუნდები, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი გავლენა მქონდა. შენ გამოცდილება მისი ბეჭდის უცხოეთში. ხო. ამაზე რომ ერთი-ორი სიტყვა გაგვიზია რომ რატო უცხოეთში და რა მოგცა შენ ამ ამბავმა? რა, იცით როგორ არის
საქართველოში ფანტასტიკურად ბეჭდავენ. ძალიან კარგად ბეჭდავენ ფერაც. შავთაცაც არ ბეჭდავენ სულ. წიგს გულისხმობ, ხო? წიგს, ხო. მასალას, მაგრამ თურქეთში ну დასავლეთში ახლა პირველი ეს განაპირობა ფასებმა, ესე იგი თურქეთში მაგალითად ორჯერ იყო ბეჭდვა, როცა ვიკითხე. ეს ერთი და მეორე გამომცემლობა, რომელთანაც მე ვითანამშრომლე. აი წარმოუდგენელი ესე იგი წარმოუდგენელი გამომცემლობა, ესე იგი ფაქტიურად რომ გადავწყვიტე დაბეჭდვა, ჯერ მთხოვეს. ხო. მთხოვეს რომ აი გამოგვიგზავნეთ თქვენი 5-6 ნამუშევარი. გაუგზავნეთ 5-6 ნამუშევარი. და ერთ კვირაში ფოტოები წიგნის მასალა დამიდეს ჩამომიტანეს თბილისში. თუ ნიმუში თუ როგორი იქნებოდა ეს ფოტოები. ჯერ ეს ერთი მამან ძალიან დიდი შტაბის-შტაბმა მოახდინა ეს ეს ნახე. მეორე რომ ჩავედი დაწყებული თუ სტამბოლში აეროპორტიდან დამთავრებული აეროპორტამდე. ესე იგი მანქანით მემსახურებოდა. წარმოგიდგენიათ ესე იგი აეროპორტიდან სტამბამდე არის საათნახევარი სავალი. ეს თვითონ წამიყვანეს. იქ ადგილზე დირექტორი დამხვდა, რომელმაც დამათვალიერებია მთელი სტამბა. მაჩვენა თუ როგორ რა პროტექნოლოგიური პროცესი იქნებოდა. მერე აი წარმოუდგენელია წიგნი რომ ჩავიტანე, ხო? ისა მასალები ხომ გაგზავნილი იქნებოდა. რომ მივედი დავჯექით, ხო? გამომიტანეს და უკვე მაჩვენეს ეს ჩემი წიგნი რა ზომის იქნებოდა. უკვე წიგნი იყო აწყობილი, როგორც სურათების გარეშე და ბეჭდვის გარეშე, როგორც მაკეტი მაჩვენეს, აკინძული ყველაფერი. და მკითხეს დახმარება, ესე იგი, რაც არ იყო გადაწყვეტილი, თქვათ გარეკანი რაფერი უნდა ყოფილიყო, ის ფერი შემარჩევინეს და მე კიდევ ერთ საოცარი ძალიან კულტურულად და ფრთხილად მკითხეს. აი, თქვენ ეს ქაღალდი გთხოვეთო და აი ჩვენ კიდევ ესეთი ვარიანტი, აბა ნახეთო ეს ქაღალდიც ხომ არ მოგეწონებათ. და ის ქაღალდი ახლა რომ დაბეჭდო უკეთესი იყო, ვიდრე ის რაც მათ შემომთავაზეს. ესე იგი, ფაქტიურად ამ შემოქმედებით პროცესში არა მარტო ტექნიკურად გააკეთეს, არამედ ჩაერივნენ და ხო, მიიღეს მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კეთილგანწყობილია და რა თავარია. როგორი მომენტია იცით როცა რომ ეს პროცესი დაწყებული იყო 30 წლის წინ და ჩემი ამერიკელი მეგობრების დიპლომატების საშუალებით რომლებიც საქართველოში მსახურობდნენ და რომლებმაც ეკონომიკური დახმარება ამ წიგნის დაასპონსორეს ესე იგი ფაქტიურად ესე იგი ეს 30 წლიანი შრომის შედეგი ესე იწყდებოდა ერთ დღეს სტამბაში, ბეჭდვაში და ისე განვიცადე ეს რომ ჩასული რომ ვიყავი შემებოჭა, აი საუბარი არ შემეძლო, ისე ნერვიულობისგან და ემოციისგან, რომ თითქოს რაღაცა მე რომ მივედი ტიპოგრაფიაში ვთხარი რომ ცოტა მიჭი საუბარი არ გეგონოთ პრობლემა მე ვთხარ ესა წარმოიდგინეთ რომ ბავშვი იბადება შენ ცხოვრებაში ელოდებოდი და არ გამო პრობლემა იყო და ახლა იბადება ეს ბავშვი, ჩემი ბავშვი იბადება მე ვთხარ და მინდა რომ მე დავესწრო და მომცეს საშუალება და ჩემი მეუღლეც იყო და კიდევ რა იყო თვითონ ბეჭდავები ძალიან კარგი ხალხი აქ საქართველოშიც მითანამშრომლები მაგრამ ის განსხვავება ის იყო რომ ენას არ ვიცოდით ერთმანეთის ენა და ხიდებით ვაჩვენებთ აი ცოტა ამდენი მოუმატე ცოტა ამდენი დააკელით თქვა ბეჭდვის დროს და ზაბეჭდვის წინ გეკითხებოდნენ რომ ამოიბეჭდებოდა 1% მოგწონთ ესა მე ვეუბნებოდი ცოტა დააკელი იმას კიდე რამდენჯერ 2-3-ჯერ გადაუბეჭდია და პრობლემა არ იყო რა ვითარ ესე საოცარი სერი და მე ხელს აწერ ამ ყველაფერს და მე ბეჭდავენ ესე იგი წარმოუდგენელი ესე იგი ემოციები მივიღე ამ პროცესში მონაწილეობით რა ეს არ იყო მარტო ისა რა და 7 საათი გაგრძელდა ხო და ამ 7 საათის განმავლობაში ეს წარმოადგენს სუგვერძე იყვნენ ზოგი ყავას თავაზობდა ზოგი საჭმელს მოკონდა აი ეს ემოციებით ვიყავი სავსე და 7 საათში ეს დაამთავრეს და ყველაზე მთავარი ასე ორ კვირაში თუ სამ კვირაში ესე იგი თბილისში კარებამდე მოიტანეს ეს წიგნი. ეს არის საოცარი პროცესი და საოცარი თავგადასავალია. მინდა რომ ეს კიდევ ერთხელ განმეორდეს, ნახოთ თუ აჭარაზე
აჭარის გარდა კიდე რაღაც საინტერესო პროექტებსაც ველოდები გია შესგან ეხლა ამოყევი შენ ეხლა მაქვს ხო რაღაცაზე ფიქრობ ამ პროექტებს კი უბრალოდ დაწყებული მაქვს ხო აი ესეთი ვის არის თუმცა მე ვფიქრობ რომ ესეთის მიღწევა საქართველოში შეიძლება არავის არ იმაშვები რა ქვია არ ვაკნინებ უბრალოდ ცოტა სახსრები უფრო მეტი თუ გაქვს კი და თან მაინც უფრო მეტი კონკურენცია კი არა რაღაც ბაზარი უფრო დიდია იქ და ამიტომ მტრიალი აქ ცოტა და შესაბამისად ფასებზეც ეს მე მგონი მოქმედებს მაგრამ ეს სტამბისთები კიდე არ არის მხოლოდ რა თქმა უნდა მარტო ბეჭდ და ქაღალდი აქაც ძალიან კარგია და საღებავი აქაც კარგია მაგრამ აი ეს რაღაცა კომპლექსური დამოკიდებულებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონი ეს ყველაფერი ამას ყველაფერი ეშველება როგორ არის პროფესიონალური ფოტოგრაფიის სპეციალური სტამბებია დასავლეთში სადაც შეიძლება წლების განმავლობაში განსაკუთრებით იტალიაში წლების განმავლობაში შეიძლება რიგში იდგე შავ-თეთრი ფოტოგრაფიაში და ვერ მოხვდე იმ რიგში იმიტომ რომ ძალიან ეს ბეჭდო არის ძალიან ისეთი ფაქტიურად იდეის ბოლომდე მიყვანა და ეხლა თან გააჩნია ეხლა კია კაი ეს გავიგე ეხლა იცი რა მაინტერესებს აი გადაიღე დაბეჭდე ან დაასკანერე მიიყვანე იდეალურ მდგომარეობამდე გამოსახულება მე როგორ აკეთებ ამის რედაქტირებას ანუ ნახე რას გულისხმობ მარტო ფოტოს რედაქტირებას კი არ ვამბობ თხრობაში როგორ შედიხარ აი საიდან ვიწყებ და სად ვასრულებ ანუ როგორ ეხმარებიან ეს ფოტოები ერთმანეთს რომ იმ მოგზაურობაში შეგვიყვანონ რაც შენ გქონდა ჩანაფიქრში როგორ ყოველ რთული პროცესი ეს არის ბევრი ფოტოგრაფისტვის ვიცი მაგრამ აი შენთან როგორ არის ეხლა რეპორტაჟ ფოტოგრაფიაში თქვა სვანეთის ვარიანტში ხო იქ რაღაცა ისეთი ძალიან სპეციალური არაფერი არ არის თქვა მე ყვები ადამიანთა ცხოვრებას და თქვა ეგ ძალიან ესეთი კლასიკური მეთოდია თქვა პირველი არის ვაჩვენებ იმ სამყაროს სადაც ეს ხდება და როგორ ვითარდება სამყარო თქვა ჯერ სამყაროს კოშკებს სადაც ესა მე ადამიანებს მე ტრადიციებს მე თქვა ჩვეულებრივი კლასიკური მეთოდი გაზაფხული და შემოდგომა ზამთარი თქვა ესე რამე ეხლა მე როგორ რაღაცა იცი ისეთი ამ რეპორტაჟებში არ მაქვს ისეთი თემა რომ თქვა რაღაცა დეტალები მქონდეს და ეს დეტალები უნდა ემთხვეოდეს მეორეგანს და კიდევ ამ ფოტოებს ესე იგი ამ წიგნში მე ერთ გვერდზე მაქვს ერთი ფოტო ასე რომ ის რომ ორი ფოტო იყოს გვერდზე რომელიც ერთმანეთს უნდა ეხმარებოდეს ეს შეიძლება მომიწიოს აჭარაში და ცოტა რთული იყოს იმიტომ რომ ეს მთელი საიდუმლოა მაგრამ მაინც გემოვნებასთან მივდივართ ხო რა საკვირველია და უბრალოდ ეს კლასიკური მეთოდი უფრო ადვილია იმიტომ რომ თანმიმდევრობით აწყო პროცესები როგორც ვითარდებოდა ხო მაგრამ შენი კლასიკური წიგნი ასე ვთქვა ძალიან განსხვავდება სხვა კლასიკოსი ფოტოგრაფების ქართულად გვიწყობ იცი რატო ნახე მაინც აი ამ ჩარჩოში რაც ხა შენ ჩამოაყალიბე ახერხებ იყო მრავალფეროვანი ძალიან რთულია ხოლმე როცა ვიცით წესით როგორ კეთდება ჩემი პირველი გამოფენა 96 წელს რო გავაკეთე იქაც რაღაცა წესები იყო რომ უნდა ქონოდა ეს უნდა ქონოდა 2 კადრი ეს 3 კადრი ეს ну რაღაცნაირად ხო და რო ახერხებ შენ აი ამ ჩარჩოებში გია ჩხატარაშვილის სახელის დანახვას, ანუ ჩვენ ვინც უკვე ვკითხულობთ ფოტოებს, ხო ხედავთ, ვცნობთ. მინდა გითხრა რომ ეს არ არის ესეთი მარტივი და ჩვეულებრივი რა. გეტყვით ერთი ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო. როგორ არის ესე ნათქვამია რომ 100 გენიუსი უკვე ბრბო არისო. როგორ არის ისეთ 100 კარგი ფოტო ერთად ჩადებული შეიძლება იმან კარგად არ იმუშაოს. როგორ არის ისეთ აი ფოტოების ბევრი ფოტოების ჩაყრა ერთ წიგნში არ იძლევა სასურველ შედეგს რა. რაღაცა იდეას, რაღაცას თუ ყვები ის რომ ლაკონურად მოყვე და მე მაინც ვფიქრობ რომ ესე ჯობია, იმიტომ რაღაცა ცოტა ხნის შემდეგ ადამიანი თვალიც იღლება, ყურადღებას გადადის და უნდა დაასვენო, ხო? მე ვფიქრობ რომ რაღაცა
იდეა რაღაც ხარტად უნდა თქვა რაღაცას რაოდენობით მე რაღაცა რომ გადადის იწელება უკვე ახლა მე რომ გითხრა სპეციალისტი წიგნების შექმნის ის არავა ერთი წიგნი გავაკეთე მაგრამ მართლა ხელოვნებაა წიგნის რომელიც აი ახლა ფიქრობ რომ ეს ამ იმის დროს მე გავაკეთე მაგრამ შეიძლება აჭარის დროს დამჭირდეს იმიტომ დახმარება ვიმერდა კომპრომეტი ფოტოა და ერთ გვერდი მე ვამბობ დიზაინერის განლაგება და ისინი შეიძლება უფრო რთული იყოს და ნუ ხო როგორც ყველა რა ვიცი ყველა იძახის რომ ეს პროცესი ყველაზე რთულია რასაკვირველია რთულია იმიტომ რომ არჩევის პროცესი გადარჩევის პროცესი კიდევ ერთხელ ამთავრებს ამშევრების თუ ძალიან ბევრი გაქვს შეიძლება ცოტა ის გავს აიჭრას ან რაღაცნაირად ერთმანეთს ხელი შეუშალოს. ამიტომ რომ პაუზები ყველაფერი საჭიროა ის ცარიელი გვერდი იქნება თუ ასე მარცხნივარი ფოტო თუ მარჯვნივ. რა თქმა უნდა ეს ყოფს ეხლა მეც მესმის შენი და მეც გავდივარ რაღაც გავს პროცესს და მე მოგიყვები რა თქმა უნდა ამ თემაზე. გიო ეს კიდე რა მაინტერესებს? აი შენ ეს თავიდანვე თქვი რომ აი ეს ანუ გააქვს ეს მუდმივი ცნობის მოყვარეობა. არა მხოლოდ გადაღება, ანუ მთელი ეს პროცესები ხა შეიძლება ძლაპარაკე, ხო? აი მოდის რაღაცა გაინტერესებს, მაგრამ მოდი ცოტათი პატარა ბანალურ კითხვაზე გადავალ და მიკითხავ ესეთ რაღაცას, რომ რა არის შენი ინსპირაცია? რისგან იღებ შთაგონებას? აი, ჩვენ ვილაპარაკეთ აი მუსიკაზე. მუსიკა, არქიტექტურა, მოგზაურობა, რა არის შენი მთავარი საიდან მოდის ეს აღფრთოვანი, როგორ ინარჩუნებ ამას? რა ვიცი, ახლა იცით როგორ არის ყველა ადამიანის ფოტო არის ის რა ადამიანის გადის და როგორ გადის თავის ცხოვრებას, ხო? სამყაროს შეცნობის გზად მე ავირჩიე ფოტოგრაფია, თუმცა სანამ ფოტოგრაფიამდე მივიდოდი, მანამდე თქვათ სწავლობდი უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მაინტერესებდა აუცილებლად ლიტერატურა. ჩემ პერიოდში ძალიან მაგარი სპეციალისტები იყვნენ უნივერსიტეტში ფილოსოფიის ძალიან თავისუფალი სკოლა იყო. რუსული სკოლისგან გასხვავებით ლიტერატურა ძალიან ხმა იყო კრიტიკოსები თავის დროზე მახსოვს მიშა კვესელავას ლექციებზე დავდიოდი ვასტენდი სამხედრო ისინი მქონდა რა ქვია სამხედრო გაკვეთილები ვასტენდი და დავდიოდი ნიკო ყარაღაშვილის ლექციებზე მიშა კვესელავა იყო მაშინ ვუმი იყო გალაქტიონი პოეტური ინტეგრალები გამოვიდა მაშინ ისეთი წიგნები იყო მე ეთყობა შინაგანი მოთხოვნა იყო დავდიოდი მუსიკაზე ესე იგი საოცარ ისტორია შემოთქვა სიონში თუ ქაშვეთში გავიცანი ერთი პატარა დაბალი კაცი რომელიც ლოცულობდა და მე მაინტერესებდა გატაცებული ვიყავი რელიგიით მაშინ თავის და სანთლები ავანთეთ ერთად და რაღაც მე გავიცანი და იმ კაცმა თქვა მე მუშაობო ოპერაშიო მაშინ რა ქვია ნოტებს ვარიგებო მაშ ორკესტრშიო და დღესო თუ გინდაო შეგიყვანო არისო დაისიო და წარმოიდგინე ცხოვრებაში პირველი ოპერა და პირველი დარბაზი იყო ოპერა და იმაში ორკესტრანტებთან ერთად დამაჩინე და იქიდან უსმენდი დაის და წარმოიდგინე იქ ორკესტრში რომ ზიხარ და მთელი ეს მუსიკა შეშემოდის და საოცარი აქედან წამოვიდა და მე მუსიკის დაინტერესება რომელიც გადაიზარდა ძალიან დიდ სიყვარულში და კლასიკა და ჯაზი ძალიან თემსოფლიოში ვაგროვებდი პირდაპირ რაღაცებს. მოგზაურობა? და მოგზაურობა თავისთავად ხო, მაგრამ ახლა მოგზაურობა, მაგრამ როგორ აიცით მოგზაურობა ხო. აი რას ეძებ როცა მოგზაურობ? მოდი მაშინ ამას კითხავ. იცით რა არის მოგზაურობა? მოგზაურობა წყაროა რასაკვირველია ყველაფრის, მაგრამ გააჩნი არის აი დასავლეთში მაგრამ მე ვერ ვიღებ ფოტოებს. საერთოდ არა მაქვს ევროპაში გადაღებული არც ერთი ფოტო რა. იმიტომ რომ მე ეს მაინტერესებს ეს ქვეყანა და ეს სამყარო და ამიტომ ეს მოგზაურობა მაძლევს რაღაცა
თქვათ ინსპირაციას და მაძლევს იმის საშუალებას რომ შევხედო თქვათ სხვანაირად საქართველოს და შემდეგი პროექტი ჩავიფიქრო და ნუ ევროპაში მოგზაურობა რასაკვირველია მაძლევს იმის საშუალებას რომ საქართველოში გადავიღო იმიტომ რომ როცა შენ თავ შეხედავ სხვა ქვეყნის თვალით იქ სხვა ქვეყნიდან უფრო სხვანაირად ჩდები ჩასაკავრობა მაგრამ არის კიდევ რაღაცეები სადაც აი ვიცი რომ მაგალითად კარგია მაგრამ ვერ გადავიღებ რაღაცა შენი თემა გაქვს და იმას იქეთ ვერ მიდიხარ თქვა გინდა ეს გააკეთო და სხვას ვერ აკეთებ მაგრამ აი ეს ყველაფერი ერთად იხარშება ლელა ეს შენი ცხოვრებაა ფაქტიურად შენ რომ თქვა რაღაცას სწავლობ, რაღაცას კითხულობ, რაღაცას უსმენ. მე ეს გადაიხარშება თავისთავად შენ იმაში ეს არაცნობიერი რით არა. ეს შენი ცხოვრება ფაქტიურად და შემდეგ სადღაც გამოხეთქავს. და ამან გამოხეთქა თქვა ჩემამდე მისრაფება. მე კინოს არის როზე სწავლობდი. მეორადში უნივერსიტეტში კინოს ისტორიას სწავლობდი. მინდა ვთქვა რომ ფანტასტიკური მასალები ყავდა. ტატა თვაჭერიძე და გოგი გვახარია მასალიდან. ამიხილეს თვალი ფაქტიურად მაგენ ნომარ ყოფილიყო კინოს ვერ შევხედავდი ვერ მიხდებოდი რა ხო და ეს ყველაფერი რაღაცა მე პოულობს გამოსავალს რაღაცაში თქვა ფოტოგრაფიაში წავიდა ჩემი კუთხით მაგრამ და როგორ არის იცი მაგრამ ძალიან რთულია მთელი ცხოვრება რომ აი ეს ფოტოგრაფიის სახსრები ნახო იმისთვის რომ შენი პროექტი და პატარა ქვეყნის შვილობა ძალიან რთულია იმ კუთხით რომ კომერციული ფოტოგრაფია აქ უფრო ისე ვერ არის ან თქვა იმდეს ვერ შოულობ რომ მე შენი პროექტები განახორციელო კიდე უზარმაზარი გვაქვს ის პრობლემა საქართველოში რომ აი ვერ გამოიძებნა გალერისტი ვინც ფოტოგრაფიას აიყვანს ისე დონეზე როგორც მხატვრები არიან. კი, აი როგორც კურატორი, მხატვრო, ძალიან რთულია, იმიტომ რომ აი ნუ არიან ცნობილი გალერისტები, ხო, იქ ფანტასტიკური ბაია და ზაირა და იქ ძალიან ბევრი რომლებიც დედიკაა და რომლებიც უკვე ისე არიან მხატვრობაში რომ ხელოვნებაში რომ მათი საშუალებით ესე მხატვრები ყიდიან ამუშევრებს და ცხოვრობენ და აი ფოტოგრაფიაში ცოტა ესეთი ადამიანი ვერ ისკავენ, მქონდა საუბარი და ვერ აფასებენ და შეფასებას ვერ ახდენენ, იმიტომ რომ კინოკრიტიკა და ისა ფოტოკრიტიკა გვაკლია და ის ადამიანი თქვა ვინც ამ გალერეას აი პატარა ქვეყნის პრობლემაა ეს არც ერთ ქვეყანაში არ არის ესე და მაგის გარემო არის ევროპაში თქვა შეიძლება იყოს საფრანგეთში და ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნუ მდიდარი ქვეყნის პრიორიტეტია შვეიცარიაში თქვა შეიძლება იყოს და აი ეს ჩვენთან ეს მაგრამ მიუხედავად ამისა ეს კიდევ ეს მომწონს ახალგაზრდებში რომ იბრძვიან, ბეშტავენ, აკეთებენ და ფასიც იციან. ჩვენ დროს ახლა ფას რომ დაადებ, ესე სიცხვილი იყო, კი არა, აი ამ ხელ რა კასხელი დააჭირი და რაღაცა ერთი ფოტო და ისანამ კნოკას ხელს დავაჭერდი 30 წელი სწავლობდი, როგორ დამეჭირე ხელი და რა გამეკეთებინა და თქვათ ეს მარტო ფოტოგრაფია, მარტო კნოკას რა ქვია, ღილაკზე ხელის დაჭერა არ არის. და ეს კიდე მომწონს ეს ახლა მოკლედ საოცარი ოპტიმისტი ვარ მაგ ამბავში, რა რომ ახალგაზრდები რაღაცას მოახერხებენ. კი, განსაკუთრებული ნიჭი გაქვს ადამიანების ხარდაჭერის. არ ვიცი ხა შე რამდენად მიიქცევია ყურადღება, მაგრამ პირადად მე ჩემთვის ყოველთვის ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე სადაც მე ვიყავი მუშაობდი რაღაცა განსაკუთრებულად გვერდში მედექი ხოლმე და არ გერიდებოდა გამოგიხატა ადამიანის მიმართ პატივისცემა იქნებოდა თუ სიამაყე თუ რაც იქნებოდა და რაზეც ძალიან დიდი მადლობა პირადად ჩემსგან და დარწმუნებული მარტო მე არ ვარ ეგეთი. სხვა რამე მინდა ვთქვა რომ ეს როგორ რაღაცა იცი როცა შენ მიხვდები რომ სამყარო იმდენად დიდია და იმდენად კარგია რომ შენ მარტო კი არ ხარ ამ ქვეყანაზე კაცო შენ ხარ ერთი ნაწილი რომ სხვები არიან რომლებიც მაგრები არიან და რომლის ნამუშევრების ნახვაც გაძლევს ემოციას და იმის ინსპირაციას რომ მოდი შენ რომ მე წავალ და მეც გადავიღებ ეს ისეთი კარგი შეგრძნებაა იმიტომ რომ როგორ არის მე ფოტოგრაფიას რომ უყურებ დღეს ფიქრობდი ამაზე რომ
ფოტოგრაფიას მე იმიტომ ვიღებ და იმიტომ გადაცემ რომ ეს ჩემი გამოხატვის საშუალებაა და სამყარო იმითომ არის კარგი რომ მრავალფეროვანია როცა სხვები არსებობენ რომლებიც იმ სამყაროს ისე გაჩვენებენ რომელსაც შენ ვერ აჩვენებ და ჩემთვის ეს სიხარულის მონიჭება ფანტასტიკურია წარმოუდგენელია როცა სხვა ადამიანის და ძალიან მომწონს კიდევ იმის გამოთქმა კუდელკა ამბობდა ხოლმე უთქმია ჩემი ახლობელი აზერბაიჯანი ფოტოგრაფი ჩასული იყო აზერბაიჯანში და ერთად მოგზაურობდნენ თურმე და კუდელკა უზარმაზარი სახელია და ესეც იყო კამერით მეგობარი და რომ იღებდა ეს გვერდზე იდგა და ცდილობდა არ გადაიღო და კუდელკას უთქმია რომ გადაიღეო არავით არ პრობლემა არ არისო ჩვენ მაინც სხვადასხვანაირი ფოტოები გამოვიო ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს სამყარო მარტო ერთი ადამიანისთვის და 10 ადამიანისთვის და 100-თვის არა ყველასთვის არის შექმნილი ყველას სხვა თვალებით უყურებს და მე სამყაროს აღმოსაჩენად ორი თვალი მაქვს და კიდევ ორი სხვას აქვს კიდევ ორი სხვა და ეს სამყაროს ხედავ მრავალფეროვნებაში ეს აი ფოტოგრაფია ჩემთვის არ არის მე ჩემი რეალიზაციის საშუალება ეს მინდა ვთქვა და ყველა ადამიანში ვხედავ მის ხელწერას ეს არის ძალიან ძვირფასი რა როგორც ყველა ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია ისევე ყველა ფოტოგრაფის ნამუშევარი ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს ისეთ პატარა ქვეყნისთვის როგორც ჩვენა ვართ ხო და მე მადლობელი ვარ ყველასე რომ მაძლევს საშუალებას მათი თვალებით შევხედო სამყაროს და მათი განცდებით განვიცვალ. ამაზე ბედნიერება რა შეიძლება. ერთი სული მაქვს ვინმეს გამოფენა. ახლა რომ ვნახოს ვცდილობ რომ ახალი ფოტოგრაფიის ვნახო და რაღაცა ახლებურად შევხედო. ამაზე ბედნიერება შეიძლება. ამაზე ბედნიერება იყოს. და ალბათ მაინც როგორ არის იცი მეორე ნიუანსია რომ ადამიანმა უნდა მიაღწიოს რეალიზებას. თვით რეალიზებას. ძალიან დიდი ინსპირაცია მომცა ინდულმა ფილოსოფიამ და ინდულმა აზროვნებამ. რამაკრიშნამ განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე, იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი, როცა სამყაროს გახსნილად უყურებ და რა ის რომ მარტო შენ ხარ სამყაროში და მარტო შენ მაშინ ხვდები რომ რა ძლიერია ეს სამყარო და რა ძლიერია საერთოდ ყველაფერი რა ჩენილი ვარ. აი, როცა ამას ასე დაინახავ და არა ისე, რომ აი მე ვარ და ჩემი ნაბადი და რაღაცა მე მარტო და ეს რაღაცა მითოლოგიიდან მითოლოგიით რომ ცხოვრობენ ადამიანი თუ იქიდან გამოხვა, მე უფრო რეალური ხდება ეს ქვეყანა. რეალურიც და უფრო ფანტასტიკურიც. იმიტომ რომ აი ის ზედმეტი რაღაცები გშორდება. ხდება ეს რაღაცები რა აი ასე რომ შეხედავ ქვეყანას და რა ვიცი ყველა სხვადასხვანაირად მიდის და ჩემი გზა ფოტოგრაფიის ცხოვრებაში არის ესეთი არა მე ესეთი განსხვავებული და ეს არ არის რა განსაკუთრებული მე უბრალოდ ვცდილობ ჩემი თავი გამოვხატო და ამას ვცდილობ ფოტოგრაფიის საშუალებით და რა ვიცი მეხმარება ყველაფერი აზირგულებაა აი ესა პატარა გია, უღრმესი მადლობა. მე ბევრი ვერაფერი ვერ და ძალიან ბევრი ვიმოგზაურე. ფოტოგრაფია იმდენია რა. სიღრმეში შევედით, ახლა სხვა სიღრმეებში შევედით, რომელსაც ხშირად ესე ვერ მოისმენ ფოტოგრაფიის ირგვლივ კი არა, საერთოდ ირგვლივ და ძალიან დიდი მადლობა რომ გამიზიარე ეს და მარტო მე არა, ზოგადად გაგვიზიარე ეს ამბავი და შენი თავი კიდე ისეთ რაკურსებში შემახედე და ისეთი მადლიერი ვარ რომ ხარ ჩვენ ჩემი მეგობარი ჩვენთან ხარ აკეთებ შეფერებს და გია ძალიან დიდი მადლობა დავასრულებთ ჩვენ დღეს საგვადაცემას და დარწმუნებული ვარ რომ კიდე უამრავი სათქმელი გვაქვს და ეხლა გისმენდი და იმდენი იდეა წამოვიდა იმდენი ფიქრი წამოვიდა რაზეც ძალიან დიდი მადლობა ასევე და ალბათ ვერ გავჩერდები ამ სიტყვის დახილით და გია, ბევრი წარმატება შენ. უღრმესი მადლობა სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, ფოტოგრაფიისთვის და ცოტა ნამეტანი სერიოზული ლაპარაკი გამოვიდა, მაგრამ არა, კარგია, იმიტომ რომ ფოტოსღები ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ სულ ხან გაქცევაზე ვართ, ხან გამოფენაზე ვართ, ხან ძალიან მადლობა დიდი ამ ჩვენი გარემოში მოხვედრისთვის და რაღაცა ისე, ხო ვიცი, თეთრი შუქის ელვარება იგზნობა შემოვლაში და კარგი
აი აურა არის ფანტასტიკური. მადლობა გოგუებს მუშაობისთვის. შენს რა ქვია ვიდეოგრაფებს. ყველა შრომა დასაფასებელია განსაკუთრებით ვიდეოგრაფების. კი ბატონო. მადლობა დიდი, მადლობა. დიდი მადლობა.